კადრო დაძაბულობის ფონზე ისრაელიდან საქართველოში ფრენები ეტაპობრივად იზღუდება ტურისტული ნაკადების ერთ-ერთი მთავარი ბაზარი ისრაელი ამ დროისთვის პრაქტიკულად სრულად გაუქმებული მიმართულებაა. თუ გავითვალისწინებთ ისრაელელი ვიზიტორების რაოდენობას საქართველოს ტურისტულ სტატისტიკაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები ზაფხულის ცხელ სეზონზე ინდუსტრიას მნიშვნელოვნად დააზარალებს. მეტი სიცხადისთვის მცირე სტატისტიკაც, მაგალითად 2024 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მეოთხე ადგილს იკავებს, მას რუსეთი, თურქეთი და სომხეთი უსწრებენ. გასულ წელს ისრაელიდან საქართველოში 310,982 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 43%-ით აღემატებოდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 80,896 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. მოკლებადი ამ პერიოდში ისრაელიდან ტურიზმის შემცირების რისკებზე TBC კაპიტალით წერს მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა სცენარში, სხვადასხვა ეფექტია მოსალოდნელი, თუმცა TBC კაპიტალი გამოყოფს რამდენიმე ძირითად არხს ორგანიზაციის შეფასებით. მოკლებადი ამ პერიოდში ყველაზე მოწყვლადი სწორედ ტურიზმი იქნება. ისრაელიდან ჯავშნების გაუქმებაზე კი BMG-თან საუბრისას ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც აკეთებდნენ აქცენტს. ამავე თემაზე უნდა გავაგრძელოთ სტუდიაში საუბარი ტურიზმის ექსპერტი ვანო ვაშაყმაძეა ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა ბატონო ვანო, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა კითხოთ დაახლოებით რაოდენობა და სტატისტიკიდან ჩანს პრინციპში, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია ისრაელი და მათ შორის ირანელი ტურისტებიც ყავს ბოლო პერიოდის განმავლობაში. როგორ ელოდებით მოკლებადიან ეფექტს, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის გავლენა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რომელიც საკმაოდ ცხელია მიმდინარე პერიოდისთვის და ისრაელი იყო მთავარი ბაზარი, რაც მათ შორის ვისაც ელოდებოდა აჭარაში ტურიზმის ინდუსტრიას რუსი მიგრანტების გასვლის შემდეგ. კი ბატონო, ეს ახალი კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა, ასე ვთქვათ, უკვე რეგიონალურ თუ სოფლიო დაპირისპირებაში ამერიკის ჩართვასთან ერთად, რა თქმა უნდა, აქ ქმნის განცდას, რომ ჩვენ რაღაცა ორ ცეცხლს შორის ვართ. ეხლა იქით უკრაინა, აქეთ ახალია ეს უბედურება, რაც იქ ტრიალებს. სამყარო ელოდა ალბათ რაღაცა მსგავსის მოხვედრას, მაგრამ მოგიხსენება ადამიანი ისეა განწყობილი, რომ ყოველთვის ცდილობს უკეთეს პერსპექტივით დაინახოს მისი ხვალინდელი დღე. ისრაელის მოქალაქეებიც ალბათ ესეთი განცდით იყვნენ. რიცხვებზე საუბრისას ერთი რაზეც შეიძლება დაყრდნობა გავაკეთოთ, ეს არის პირველი კვარტლის მონაცემები, რომელშიც ეს ომი ასახული არ არის. მაგრამ ჩვენ საუბარში მე ვისურვებდი, რომ ამ კვარტლის მონაცემების გარკვეული ანალიზიც გაგვეკეთებინ, იმიტომ რომ ისე ვერ დავინახავთ, რა შეიძლება მოყვეს ისრაელ-ირანის ამ საომარ შეტაკებას. ამის ოფიციალური ასახვა რაღაც პერიოდის მერე გამოჩნდება და სტატისტიკაც მოგვიანებით გამოქვეყნდება და სწორედ ამიტომ იქნება მოლოდინი, სწორედ ამიტომ ნეგატიური. დიახ. რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ დღევანდელი გადმოსახედიდან ათვლის წერტილები სტატისტიკის თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული და დახვეწილი მხრივ, რომ საერთაშორისო ბაზარში რა წილი მიაქვს ამ ქვეყნის მოქალაქეებს და საქართველოსთვის, ვთქვათ, რა ეკონომიკური წვლილი აქვს, შეიძლება პირველი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთოთ, ხოლო შემდგომ ამის გამოკლება რას გამოიწვევს, ამაზე ვიფიქროთ. პირველი რისი თქმაც მინდა, რომ პირველი კვარტლის მონაცემები მოლოდინებთან შედარებით გვიჩვენებს არც თუ ისე სახარბიელო სურათს. ეს ჩანს ანალიტიკაში საქართველოს სტატისტიკის სამსახურის, ტურიზმის და სხვადასხვა კერძო TBC კაპიტალი, კალტენ ტაგარტი და ასე შემდეგ მათ მონაცემებში. რომ მოლოდინი 10%-იანი ზრდის, რომელიც იყო პირველ კვარტლისთვის, შეიცვალა დაახლოებით 1-2% მოლოდინში კი რეზულტატში, რაც ნიშნავდა, თქვათ, შემოსავლების კლებას, ვიზიტორთა რაოდენობის კლებას და ტურისტთა რაოდენობის კლებას. ახლა საერთაშორისო ვიზიტორი და ტურიზმის განსხვავება, იქ უბრალოდ ღამისთების ხანგრძლივობა ერთ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ის რომ 10%-იანი ზრდის ნაცვლად გვაქვს 1.2% სხვადასხვა წილში, ეს დასაფიქრებელია. მე მინდოდა ამაზეც გამეკეთებინ აქცენტი, რომ ამ დროისთვის ეს ომი არ იყო დაწყებული. ცხადია, ეს გააძლიერებს ამ ეფექტს, იმიტომ რომ ისრაელი მეოთხეა თუ არ ჩავთვლით მეზობელ ქვეყნებს, საერთოდ პირველი თავისი ზრდის ტემპით, პირველ კვარტალში თუ არ ვცდები 78% იყო წინა წელთან შედარებით ზრდა, ხოლო ირანი მე-6-ია. ანუ შეუძლებელია რომ ამან არ იმოქმედოს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ პირველ კვარტლის მონაცემებით ჩვენ მოლოდინი ზრდის შეგვეცვალა,
გამოიხატება შემდეგ წლის ბოლოს სერიოზულ ფინანსურ დანაკლისებში, რაც აისახება სწორედ ამ ბიზნესის სირთულეებში და ეს გასააზრებელია, ასე ვთქვათ, ომისა და ომის გარეშეც რა იქნებოდა. ხო, თუ ვიტყვით, რომ ეს ორი ბაზარი, ანუ ეს ორი ქვეყანა მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისი მოქალაქეების ვიზიტებს საქართველოში, რა მოხდება, შეიძლება მარტივ არითმეტიკული სავარჯიშოთიც იყოს, მაგრამ დაახლოებით ალბათ გამოიწვევს სადღაც 20%-იან ვარდნას იმ ჯავშნების, რომელიც აქვს დღეს ტურიზმის ინდუსტრიას, იმ საერთო ჭრილში მათი წვლილი ამდენია და ეს გიბიძგებს იმისკენ, რომ რაც ქმედებები გააკეთო. ქმედებები მართვის თვალსაზრისით, ქმედებები კოოპერაციის თვალსაზრისით, აზრების ჩვენ საკმარისად მოქნილი ინდუსტრია შევქმნით, ევროპაზე ორიენტირებული მერე გადავერთეთ აზიაზე, არაბეთზე და სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა ეს ინდუსტრია, რაც მისასალმებელია, მაგრამ ამ გადარჩენისთვის ყოველწლიურად, ყოველ სეზონურად უწევს ინდუსტრიას შეცვლა ფაქტობრივად ხანდახან ხშირ შემთხვევაში მთელი კონცეფციების მე მგონი და მორგება იმ ბაზრებზე რა დასრულდება ეს ამბავი. პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვქნით, ანუ ჩვენ როგორც სახელმწიფო და პრობლემა რომ ჩვენ გარეთ იქცევა. არის რაღაცა, რომლის გეთება შეცვლაც გამუმჯობესებად ჩვენ შეგიძლია და არის რაღაცა, რომელიც გარეშე ფაქტორია და უბრალოდ ვერცვლ. აი ეს ამის თქმა მინდოდა და ეს მნიშვნელოვანი. ხა მე ასე თქვა წინა ცხოვრებაში განათლებით ფიზიკოსი ვარ და იქ გზაში რომ მოდიოდი თქვენთან ვფიქრობდი რაზე შეიძლება ვისაუბროთ. ჩვენი აჩქარება მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს არის მთავარი. ჩვენი ზრდის ტრენდი შემცირდა და თუ დღეს ამაზე არ დაჯდება ინდუსტრია, სახელმწიფო, მათ შორის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ხედვის მატარებელი ადამიანები, ეს აჩქარების განმულება ფაქტურად ნიშნავს, რომ შენ წინამით ძალა მოქმედებს. და ეს ძალა გააგრძელებს მოქმედებას და თუ დღეს აბსოლუტური ცხრილში მაინც პოზიტივი გვაქვს, თუ მცირე, მაგრამ მაინც ეს აუცილებლად გამოიწვევს ამ რიცხვების შემცირებას. ახსენეთ სახელმწიფო ბიზნესი ერთად დასხდომა და ამ თემებზე საუბარი. რა როლი აქვს ტურიზმის ადმინისტრაციას, სექტორს და ზოგადად ერთობლივ მუშაობას ამ ყველაფერში და რამდენად ხედავთ, რომ დღეს ასეთი ტიპის თანამშრომლობა არსებობს ბიზნესსა და საჯარო და კერძო უწყებებს შორის? რთული კითხვაა და ამაზე ესე ცალსახა პასუხი არ არსებობს. მაგრამ ისო ყველაფერი კარგად არ მიდის, ჩემი აზრით ეს ბევრისთვის ცხადია. ეს ხშირად ცერცხლობით манипуляცია ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ ყველაფერი კარგად მიდის, იზრდება. პატარა ქვეყანა, რომელიც 3.5 მილიონი მოსახლეა, შეუძლებელია ცურავდეს დიდ ზღვაში, თუ არ აქვს ორიენტირი ცალსახა. ჩვენი ორიენტირები შეიცვალა. ამ ორიენტირების შეცვლა, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ თვითონ ინდუსტრიამ ამაზე ადაპტაცია უნდა გააკეთოს. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ტრადიციული ქვეყნებიდან შემოსვლები მინუსებში წავიდა უკვე, ანუ წინა წელთან შედარებით, მე არ ვიძახი 5 წლის წინანდელ და მეც. წინა წელთან შედარებით ეს დასაფიქრებელია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ორიენტირები მოქმედებს ინდუსტრიაზე, მით უმეტეს ინდუსტრიაზე, რომელსაც გლობალური ხასიათი აქვს. და ჩვენ აბსოლუტურად შიდა ტურიზმზე ამ წუთას, რომ ის მაინც შიდა ეკონომიკური ფაქტორებით ხარ, არამედ გარე შემოდინებებზე, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ხო, ეს კოოპერაცია აუცილებელია. ეს კოოპერაცია შეიძლება არ არის მარტივი, ან არ არის ყოველთვის უმტკივნეულო, მაგრამ მის გარეშე არ შეიძლება არსებობა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან, ან ინდუსტრია გამოგეცლება ხელიდან, ან სახელმწიფო წავა სადღაც თავის დოქტრინით, ხოლო ინდუსტრია ეცდება თავი გადაირჩინოს 1000 სხვადასხვა საშუალებებით, რაც მას აქვს. ერთმა გვიანმა კაცმა სადღაც მახსოვს წავიკითხეთ, თქვა რომ მთავრობის როლი ის არის, რომ შეუქმნას პირობები, შთააგონოს და მერე ხელი არ შეუშალოს. ხო და აი, მოდი ვცადოთ იქნებ ამ ჭრილში დაინახოს. ჩვენ შემთხვევაში მე მგონი სრულად ცდენაშია ამ განცხადებიდან მთავრობის ქმედებები ხშირ შემთხვევაში მოკლედ მინდა რომ რეზიუმირებისთვის კითხავთ, რა მოლოდინები გაქვთ ზაფხულის სეზონთან მიმართებით, რა შეიძლება ამ კონფლიქტის ფასი იყოს ადგილობრივ ინდუსტრიაზე, რამდენი შეიძლება შემცირდეს და ფასებზეც რა ტიპის გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა. ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ ბიზნესი გადაეწყოს სხვა ბაზრების მოზიდვაზე და ასე შემდეგ. ცალსახად ესეა. მე თვითონ წარსულში ვიყავი ამ ბიზნესის ნაწილი, მართავდი სასტუმროს და ჩემი სასტუმრო თუ ზამთარზე იყო ორიენტირებული, მე ვცდილობდი ხარჯები მინიმუმზე დამეყონე ზაფხულში, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი სად არის ჩემი ბრეიქ-ივენი, რის ქვეითად ჩამოსვლა ზარალში. მე იმ კომპანიებს, ვინც ისრაელ, არაბეთის ყურეზე ან ირანზე ვილაპარაკობთ, იმიტომ რომ არაბეთი კიდე ცალკე თემაა.
იყვნენ ორიენტირებული, უსურვებდი რომ მინიმუმზე დაიყვანონ მოსალოდნელი ხარჯები, რომელიც ამ ბაზრის მოქალაქეებზე იყო გათვლილი. ის რომ გადაეწყო სხვაზე, ამის სხვადასხვა გზები არსებობს ფასის თამაში და ასე შემდეგ, მაგრამ ახალი დიდი ჯავშნების მოპოვებისთვის სავარაუდოდ დრო არ არის. ამიტომაც რისკების მინიმიზაცია არის დანაკარგების მინიმიზაცია ამ შემთხვევაში ალბათ მთავარი. მადლობა ბატონო ვანო თქვენი დროისთვის და საინტერესო ანალიზისთვის. ვანო ვაშაყმაძეს უსმენთ ტურიზმის ექსპერტს, რომელიც საქმე ინტილის სტუდიაში გვსტუმრობდა.